ღამე უკვე გაათენეს ადგილობრივებმა ღია ცის ქვეშ, რადგან მათ დიდ ნაწილს არსად არ ჰქონდათ წასასვლელი და მოუწიათ აი აქ საკუთარ ნივთებზე, დივნებზე, სკამებზე ღამეების გაათენება. ერთ-ერთი ადამიანი მოქალაქე, რომელმაც ღამე გაათენა, შეუძლოდ გახდა დღეს დილით და ახლა სასტრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არის გამოძახებული იმისთვის, რომ ის გადაიყვანონ. სწორედ ამ წუთებში ის გადაჰყავთ. მისი სურვილი არ ვიცით, უნდა თუ არა კადრში გამოჩნდეს მისი სახე, ამიტომ არ გიჩვენებ, თუმცა სასტრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის ამ წუთებში გადაჰყავს. ჟანგბადის ბალონიც აქვთ აქ მოტანილი იმისთვის, რომ ეს მოქალაქე პირველადი დახმარება აღმოუჩინონ და გადაიყვანონ. აქ ადგილზე არიან მოქალაქეები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აქ და არა მხოლოდ მთელი ღამის განმავლობაში, დღეს დილიდან შემოუერთდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ რემონტის მდგომარეობაში იყო მათი ბინები და ახლა ელოდებიან გადაწყვეტილებას ამ შენობის მესაკუთრის, შეუშვებს თუ არა მათ კვლავ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში და მისცემ თუ არა შესაძლებლობას, რომ პირველადი ნივთები, საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანონ და ასევე საუბარია იმ თანხებზე, რომელიც ბინებში ჰქონდათ დატოვებულები, ამბობენ, რომ რეალურად გარკვეული რაოდენობის თანხები აქ სახლებში დატოვებულები და სურთ, რომ საკუთარ ნივთებთან ერთად გამოიტანონ, თუმცა ამ დრომდე ადამიანები ელოდებიან ნებართვას, რომ შევიდნენ და ნივთები გამოიტანონ. მთელი წუხელ საკმაოდ დაძაბული იყო მდგომარეობა გვიან ღამამდე. აქ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის იყო დაპირისპირება, რამდენიმე ეპიზოდი იყო დაპირისპირება, რომელიც დასრულდა დაკავებებით და 17 ადამიანია დაკავებული. აგერ მანქანაში დატვირთული მაქვს ვეში და მივდივარ. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, ისევ მივდივარ. სად უნდა იყოთ ახლა? რაღაცა დაობინადები გარეთ ჰაერზე. იყავით გარეთ და ხო მთელი ღამე მოგიწევთ, რომ ღია ციხეში ვიყავით? კი, აქ ვიყავით. რამე არა აქვს მერია შემოთავაზება, გამგეობა არ შეგვიძლია. ჯერჯერობით არაფერი. დასასვლელი არ აქვს ხალხს, დასასვლელი არ გვაქვს, მაგრამ ჯერ ყველაზე მთავარი რაც არის, ყველა 90% სოციალურად დაუცველები არიან და იმ სოციალური შემოსავლანი, სადაც რა მიზერული თანხაა და იქიდან აგურ და კაპიკ-კაპიკთან ყველას დახარჯული და ჯერ ყველაზე მთავარი რაც არის გატანის უფლებას არ გვაძლევენ. მე საერთოდ არ შემიშვეს, მეწინააღმდეგებოდი პოლიციას და ამიყვანეს თვალში და საერთოდ არ შემიშვეს, ბავშვიანად ისე მათრიეს, კი რა ჩამომაგდებინეს ბავშვი. თბილისში ვარ რეგისტრირებული, მაგრამ კაცის შვილი ჩემთან არ დაურეკეა, არაფერი შემოუთავაზებია, მაგრამ არიან ვიღაცები, ვინც თქვეს, რომ ეხლა არ ვიცი სახელი და გვარები, მაგრამ შესთავაზეთ 300 ლარი მხოლოდ 3 თვით. და 5 სულიანი ოჯახი ახლა 300 ლარიან ქირაში, როგორც სარდაფსაც ვერ ნახავ ეგეთ ფასში. რამდენიმე საათი გვაქვს, რომ რაც ნივთები არის შიგნით და რაც მასალა არის გამოვიტანოთ, ეხლა რაც გამოვა რა თქმა უნდა და 1 საათში უკვე დემონტაჟს იწყებენ რა გაუსაძლისი პირობები არის, უკვე აი ძალიან კუთხეში ვყავართ მიყენებული უაზრო და ასრულების პოლიციაც არ არის, არავინ არ არის. ბატონი კახიგალაძე კიდე აი ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ აი მაგარი უსირწყვილო ადამიანი არის, ეს კადრი გაუშვი პირდაპირ ბატონი კახიგალაძე უსირწყვილო ადამიანი ხარ. სული ცხოვრობთ. 4 პენსიონერები. და ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა. კი, ახლა სამატყოში კაცებს. ვითომ გვიზებოდნენ, რომ დაგაკმაყოფილებთ ან ქით გაგიყვანთო, მაგრამ ყველაფერი იყო ტყუილი. უბრალოდ ეს მე მგონი იყო ტყუილი სიტყვები. რეალურად ვერ დაინახეთ, რომ შეასრულებთ. რაღაცა იქნება საშუალება მთავრობა მაინც დაგაკმაყოფილოს რაიმეც, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ყველა დარჩა უსახლკაროდ. როგორც უკვე გითხარით, აქ რჩება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და აქ არიან ადამიანები შავ სამოში ჩაცმულები, ნიღბებით, სათვალებით, პირბადებით, ისინი ძირითადად არიან შიდა პერიმეტრზე. გუშინ მოქალაქეები რომ კითხულობდნენ, ვინ იყვნენ მათ საცხოვრებელ ბინებში გამაგრებულები, ვინ არ აძლევდა მათ ეზოში შესვლის შესაძლებლობას, პასუხობდნენ, რომ იყო დაცვა, დაქირავებული დაცვა. დღეს ჩვენ დილით ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მათგანთან კითხვები დაგვესვა და გაგვერკვია
ვის მიერ არიან დაქირავებულები, რატომ იმყოფებიან აქ, თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ უწყების თანამშრომლები არიან, თუმცა რომელი უწყების არ ადასტურებდნენ და არ ამბობდნენ, შემდეგ გადაღების უფლებასაც გვიკრძალავდნენ, რომ მათი სახეები დაგვეფიქსირებინა, თუმცა ეს ადამიანები უნდა აღინიშნოს, რომ შიდა პერიმეტრზე არიან, პოლიციაც მათთან კომუნიკაციობს, კონტაქტი აქვს, როდესაც პოლიციას ვკითხეთ, რომ ვინ არიან ეს ადამიანები, რა უფლებამოსილება აქვთ, როგორ შეუძლიათ მოიქცნენ, რა კომუნიკაცია ჰქონდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ამაზე საუბარი არ სურთ. დაცვა ხართ, პოლიცია ხართ, ნიღბებით რატომ ხართ? არ შეგიძლიათ გითხრათ, ნიღბებით რატომ ხართ? ვინ მოგიყვანათ, ვინ დაგიბარათ, რისთვის ხართ მოსულები? არ შეგიძლიათ რომ მითხრათ ნიღბები რა საჭიროა, თავი არ შეგიძლიათ წარგვიდგინოთ, ვინ ხართ? კარგი ფრთხილად, რატომ არ უნდა გადაგიღოთ, ვინ ხართ, ვისი თანამშრომლები ხართ? შენობის დასაცავად მოგიყვანეს თუ სხვა რამისთვის? ვისი თანამშრომელი ხართ? პოლიციის თუ სხვა? კერძო დაცვა ხართ? წავედი. ვინ ხართ თქვენ? რატომ მიუთითეთ რომ წამოყვნენ? შეგიძლიათ მითხრათ? ირბადე თქვენს კი კამერა ბიჭო. მათი კამერამენ. გაწიე კამერა. ვითხარით ვინ ხართ? კამერა გაწიე მეთქი. ხილად ვინ ხართ თქვენ? შეგიძლია მითხრათ რატომ მოგიყვანეს? ხო გითხარი დაგაკავოთ. რას დააკავებ? მითხარი მაჩვენე საბუთი რომ პოლიციელი არ ვარ, უბრალოდ გულიხეთ რა. არ ვაკავებ, არავის არ ვაკავებ. კამერას გაუწევ და იმასო. ხო და კერძო დაცვა თუ ხარ, მითხარი ეგეც. ვინ არიან ეს ადამიანები? იცნობთ? თქვენ გესაუბრებოდათ წეღანა ორი ნიღბიანი პირი. ვინ არიან? შეგიძლიათ მეც გამაცნოთ. და თქვენ პოლიციამ არ იცით ვინ შედის ამ ტერიტორიაზე? კერძო ტერიტორიაზე შედიან. კერძო ტერიტორიაზე აქ მყოფები რატო ვერ შედიან ახლა? ამათი არ არის და იმითო. მათი არის, იცით, კითხეთ. ანუ როგორ დაადგინეთ, რომ მათ შესulis უფლება აქვთ და აი აქ მსხდომებს არ აქვს? აი კითხეთ და გეტყვია თუ აქვს შესulis ხომ უფლება. პოლიციელი ხართ, ხომ შესასვლელთან დგახართ, ხომ უნდა გააკონტროლოთ? მე ჩემ კოლეგას ვესაუბრებ. ვერ შეამჩნიეთ, რომ ნიღბიანი პირები შევიდნენ? ნიღბები რა საჭიროა საკუთარ კერძო ტერიტორიაზე შესასვლელად? თქვენ სახლში ნიღბებით შედიხართ? საკუთარ საცხოვრებელ სახლში? ვინ შევიდა, ხომ არ დაინახეთ? მე დაფასობდი. ვერ დაინახეთ თუ არ? ვაცადე საუბრობ. ასეთი მდგომარეობა არის დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე, აქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ღამე გაათენეს, ვინც მოვიდნენ საკუთარი ნივთების წასაღებად, ისინი ელოდებიან ნებართვას, თანხმობას იმისთვის, რომ შევიდნენ იმ ფართებში, სადაც ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში და გამოიტანონ საკუთარი ნივთები.